მოგესალმებით საქართველოს მოსახლეობას, მადლობა მოგახსენებთ იმ სტოიციზმისათვის, რასაც თქვენ იჩენთ სამამდენი ხნის განმავლობაში ასე მეტად გადაახავთ და აპროტესტებთ იმ სავალალო რეალობას, იმ სავალალო დღევანდელობას, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად, რომელმაც აიჩინა ანტიდასავლური პოლიტიკა და დაუშვა ალბათ არასწორი ქმედითი ნაბიჯები, რადგან დღეს ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა სავალალო მდგომარეობაში. მე გახლავართ ირაკლი და ქეთევან ქერაშვილების დედა, ერთჩემი ირაკლი გახლავთ სინდისის პატიმარი და ზუსტად როდესაც აპროტესტებდა ამ არსებულ რეალობას, ჩემი ირაკლი იქნა დაკავებული და დღესდღეობით 2 წელი აქვს მის ჯილი თავისუფლების აღკვეთა. მე უკვე 10 წელი გახლავართ იტალიაში და როდესაც 2017 წელს შემოვიდა ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომლებიც იყვნენ ემიგრაციაში, განსაკუთრებით შვედებით ამოისუნთქვეს და მე გავკანიერდები და ყველას ინტერესს გამოვხატავ, ასე მგონია ჩემი ამ ინტერვიუთი, რომ თუ შეწყდება და თუ შეჩერდება უვიზო მიმოსვლა, ეს ძალიან ცუდად აისახება იმ ემიგრანტებზე, რომლებიც არიან უცხოეთში, იმ ოჯახებზე, რომელთა მშობლები, რომელთა ოჯახის წევრები არიან უცხოეთში, ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულად ასატანი იქნება, ისევ გართულებული ვიზის მიღება. ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, ჩემს თაობას ახსოვს ის პერიოდი, რამ ბიუროკრატიულ მექანიზმებთან და რთულ მექანიზმებთან იყო დაკავშირებული ვიზის მიღება, გამგზავრება უცხოეთში. გარდა იმისა, რა თქმა უნდა, ის ბიუჯეტური ავიაკომპანიები, რომელიც შემოსული იყვნენ საქართველოს ბაზარში, ისინი შეწყვეტენ ფუნქციონირებას, გაჭირდება სამგზავრო ბილეთები, ასე რომ ეს რა თქმა უნდა ეკონომიურადაც და მორალურადაც ძალიან დიდ ზიანს მოაყენებს საქართველოს მოსახლეობას. და დღეს მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის მხარდაჭერა ემიგრანტების ხარჯზე ძალიან დიდია. გარდა იმისა, რომ ჩვენზე ემიგრანტებზე აისახება ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ასევე იმ აურაცხელ ავადმყოფებზე. მე გახლავართ ექიმი და მე ჩახედული ვარ იმ სამზარეულოში, რასთანაც არის დაკავშირებული დღეს უცხოეთში გასვლა, იქ კვლევების ჩატარება, სამედიცინო კურნალობის ჩატარება, ეს რა თქმა უნდა გართულდება და ყველაფერს რო თავი გავანებოთ, ეს ყველაფერი გაგვიჯვირდება და რა თქმა უნდა ყველა ვერ შეიძლებს ვიზის მიღებას. ეს რა თქმა უნდა დამღუპველი იქნება ჩვენი ავადმყოფებისათვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის. დღეს გლობალიზაციის ეპოქაა. ამ გლობალიზაციის ეპოქაში ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს და ჩვენ თუ კანდიდატის სტატუსი შეგვიწყდება და ჩვენ თუ ვერ შევიძლებთ ვიზით მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში, რა თქმა უნდა თავისთავად მოხდება ის, რომ ქვეყანა ჩაიკეტება და დღევანდელ თანამედროვე ახალგაზრდები რა თქმა უნდა წვდომას ვეღარ მიიღებენ იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ისინი ადრე გასული პროგრამებით მიდიოდნენ. ჩვენი სპეციალისტები დადიოდნენ კონფერენციებზე, ურთიერთ გაცვლა ხდებოდა ინფორმაციების ჩვენ სპეციალისტებსა და უცხოელ სპეციალისტებს შორის. ეს პროცესები რა თქმა უნდა შეფერხდება, გაუქმდება, გართულდება. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე და ბოლომდე დავიცოთ ჩვენი ინტერესები ასე მედგრად. ჩვენ გეოპოლიტიკურად ისეთ მდებარეობა გვიჭირავს, რომ ჩვენ მეტის ღირსი ვართ და ჩვენ პრეტენზია უნდა გქონდეს ბევრად უფრო მეტზე, ბევრად უფრო ნათელზე და ბევრად უფრო პერსპექტიულ მომავალზე. და ეს ერთადერთი პერსპექტიული და ნათელი მომავალი არის ევროპისაკენ მიმავალი გზა. ამიტომ ძალიან მორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ, გავერთიანდეთ და ბოლომდე დავიცოთ ჩვენი ინტერესები, რომ ძალა ერთობაშია და ეს მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე.